მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით. აუცილებლად მინდა მოვიკითხო პატიმრები და ის ადამიანები, ვინც საჭიროებთ მოკითხოს ბედნიერებას, სიხარული მინდა გისურვოთ, აი რამდენმა ადამიანმა დარეკა ისეთმა, რომელიც უძლურებასა შინა არის, ბედნიერება მინდა გისურვოთ და გამძლეობა და აი თქვენ ხართ იმედი ჩვენი, აი თქვენი სიძლიერე, აი როგორც მაცხოვარი რო ეუნება უსინათლოს, რომ შენით ამ ქვეყნად ღმერთი უნდა განცხადდეს, აი თქვენ ხართ ის სასწაულები, რომ სხვა ადამიანებს ღმერთის წმენაში აბრუნებთ, იმიტომ რომ ვიღაცა იტყვის, რომ აი ეს ხეიბარი არის და არ წუწუნებს და მე რა მაქვს აწუწუნო. ეს უსინათლო არის და როგორ გადააქვს და რა ბედნიერია მაინც რა მაქვს. აი ეს ადამიანი, ეს მაგალითები ხარ, თქვენ პატარა ღვთისკაცები ხარ და მადლობა ამისათვის, აი ამ ადამიანებს უღრმესი მადლობა და დღეს ყავს სტუმარი საოცარი ადამიანი, რომელიც სხვათა შორის ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, იმიტომ რომ მამო რაღაცნაირად გულიანად საუბრობს ხოლმე და აუცილებლად მინდა მამო მოვიკითხო ყველა თქვენი ოჯახის წევრი, მამა თქვენი განსაკუთრებით, ადამიანი, რომელიც, რა ვიცი, აი ქართული ისტორია შექმნა და თავის მხარეს არის, რა ვიცი, ადამიანი, რომელიც აი პატარა მემატიანი ხარ და დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ხართ რა და ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ, ჯერ მარტო თქვენი გვარი რა დღირს, რომ რამხელა გვარი გაქვთ მამაო და დიდი მადლობა ამისათვის რა. მამას აი ჩემგან ძალიან დიდი პატივი თან იცის, რომ შენზე ძალიან ის მიყვარს, აი ყველაზე მაგარი ეგარი. არა, შენც ხო მიყვარხარ არა. ის საოცრება. გონი თვითონაც ეგრეა. აუ მართლა ჩემი დიდი პატივისცემა და დიდი მადლობა მამაო, რომ თქვენ ოჯახს თლიანად დიახ. ხმერაზე გაამახვილებთ ეხა ყურადღებას, იმიტომ რომ ყოველთვის აქცენტებს ვსვავთ ძალიან რაღაც ისეთ თემებზე, რაც საჭირო არის და თქვენ ღმერთს მადლობა ყველაფერსათვის, საღამომშვიდობისა, დიდი სიყვარული და პატივისცემით ქეც ვიხრი ყველა თქვენთაგანის წინაშე, უპირველეს ყოვლისა მინდა, რომ საქართველოს ეკლესიას მიუსამძიმრო კარგი პიროვნების, კარგი მოძღვრის მამა კონსტანტინე გიორგაძის გარდაცვალება, ახალგაზრდა კაცი წავიდა და თავის საქმის პროფესიონალი იყო, გულისხმობ იმას, რომ ექიმი იყო ის ერის კასობაში და იმ სფეროშიც და რა თქმა უნდა საქართველოს ეკლესიაშიც მიუხედავად თავისი ახალგაზრდა ასაკისა თავისი კვალი დატოვა. მამაო, შენი სული აცხონოს ღმერთმა, ჩემო დიდო ძმაო და მეგობარო. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიტევების კვირა მაინც შენდობის დღეებია და უპირველეს ყოვლისა ქეც ვიხრი ყველას წინაშე აბსოლუტურად შენდობას თხოვ ჩემს პატრიარქს, ჩემს წმინდა სინოდს, ჩემს ეკლესიას, ჩემს საძმოს. დიახ. ჩემი ეკლესიის ეკლესიის საძმოს. შენდობას თხოვ ჩვენი საძმოს, გორი, მეტეხი და რა ვიცი თბილისი და ყველა და შენდობას თხოვ ჩემს ბერებს, მონაზვნებს, შემოტკბილებო თქვენს ლოცვაზე დგას ჩვენი სამშობლო. ნამდვილად, აი მე იმ დღესაც გითხარი წინა გადაცემაში რომ მოვიარე ეს მონასტრები და განუწყვეტელი ლოცვა წირვა არის ჩვენს სამშობლოში, ჩვენი უწმინდესი შრომით, უძილო ღამეებით და აი რო იტყვენ მართლა აი დაუღალავი შრომა არის, რამაც ნაყოფი გამოიღო უკვე ღვთისმადლი და ღვთისწყალობი და მინდა ვუთხრა ყველას, რომ ერთმანეთს სთხოვეთ შენდობა, დაიმდაბლეთ თავი და დღესაც ფიქრობდი გიორგი სახურებაზე ვიყავი და ვუთხარი მრევლს, აი რამდენი მარხვა უნდა გავიდეს, ხო შეიძლება ერთ წელსაც, ერთ დღესაც, ერთ ჟამსაც რაღაცით მიუახლოვდეთ ღმერთს და გაიხსნას ჩვენი გონება, თხოვოთ ღმერთს, რომ აი მე სულ ამბობ რა, რომ ერთი სათხოვარი ჩამოვაყალიბესავით რა, რომ გონება გამინათეთ და გული გამითბე მეთქი რა. სულ ამას ვევედრები ღმერთს, რომ გადის წლები, ჩემო ძვირფასებო, იცი ყველა ვსაუბრობთ, აი როგორი აჩქარებულია დრო, როგორი ქაოსია სამყაროში და ეს ყველაფერი წინასწარმეტყველების ერთ-ერთი მუხლი არის, რომ ესეთი დრო და ჟამი იქნება ასე ვთქვათ აპოკალიფსურ ხანაში, ჩემო ძვირფასებო და ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ არ ვაღიარეთ ჩვენი ჩემზე ვამბობ ხოლმე, მე ვერავის ვერ შევკადრებ, მაგრამ ჩვენ მაინც ყველანი მაინც მე ესე ვიტყვი, თამამად ვიტყვი რა, რომ მაინც
არა მარტო უღირსნი ვართ, უნამოსოებიცა ვართ, გულისხმობთ ღვთის წინაშე. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფა ჩემო ძვირფასებო და მე მინდა ვთქვა რომ მარხვა უჭმელობა არ არის. ძალიან ხშირად ზოგიერთს გონია რომ რახან რაციონიდან ამოიღებს მაგალითად ხორცს და ძირის ნაწარს მან ის შეუდგა მარხვას და დაიწყო მარხვას. ნუ მოიტყუებს თავს სიმდაბლის გარეშე ერთმანეთის წინაშე თუ მუხლის მოდრეკა არ შეგვიძლია უბრალოდ პატიება მაინც ვითხოვო. დღეს კომუნიკაცია ძალიან ადვილია ჩემო ძვირფასებო, არსებობს ინტერნეტი, არსებობს ათასნაირი ამ ტელეფონში ხო რა ვიცი მესენჯერი, WhatsApp-ი ყველაფერი და მიწერეთ ერთმანეთს, გაუგზავნეთ ხომოვანები, ოღონდ არა მოვალეობის მიზნით, არამედ გულიდან უნდა წამოვიდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთ სიტყვას თუ ის მოდის გულიდან დიდი მადლი მოსდევს. ყველა ქმედებაში, ყველა სიტყვაში თქვენმა მსმენელმა, თქვენმა შემხედვარე ადამიანმა უნდა დაინახოს ღმერთი და აი ამაზე უფალიც საუბრობს და ეს ნახეთ როგორ ამბობს რომ ესრედ ბრწყინავდნენ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი დადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. ყველასთან მამო ეგ ადგილი მომწოს აი პარაკლისებზე და იმაზე მაგას კითხავ მართლა რა საოცარ რაღაცებს ამჩნევთ ხოლმე ძალიან. არ იცი რა არის წმინდა წერილში ისეთი რამ არის წმინდა წერილი აი მინდა მაგ სიტყვას წამოვყი გიორგი რა წმინდა წერილი ისეთი რამ არის რომ აი ამდენი წელი ხა 28 წელია სასულიერო ვარ ნუ დიაკვანი ვიყავი და 26 წელია მღვდელი ვარ რა ხო და ყოველ წაკითხვისას ამდენი წლის მანძილზე სულ ახალ რაღაცას აღმოაჩენი სულ ახალ რაღაცას თავისთავად ცხადია ახლა ეს უპირველეს ყოვლისა ის არის რომ სულიწმინდა საუბრობს ამი და სულიწმინდა განახონეს შენს გონებას კითხველის გონებას და მინდა ვთქვა რომ აი უწმინდესმას ბრძანა რამოდენიმე ქადაგება სულ ამბობდა რომ წიგნიერება ეს არის აუცილებელი, მაგრამ ბიბლია ეს უნდა იყოს ყველა ქრისტიანის, ყველა ოჯახის სამაგიდო წიგნი. და სამწუხაროა იცით, რომ აი ასაკოვნებით, მოზარდებით, ზრდასრულებით, იცი, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან რაღაცეების ცოდნაში. აი თავარი ავიწყდე. აი ეს თავარი რაც არის, ანუ რა არის თავარი ჩემო ძვირფასებო და მე ესე ვიტყვი რა აი მამები ამბობდნენ და წინასწარმეტყველე ბოლო ჟამს ადამიანიო კოსმოსის წიწი კი გავაო ბევრ ცოდნას შეიძენს მაგრამ დაავიწყდება როგორ უნდა ცხონდეს და რა კარგად არის მამები ამბობენ რომ ყველაზე დიდი ბრძენი და გონიერი ადამიანი არის ის ვინც ფიქრობს გარდაცვალებაზე და აი მამებიც ამბობენ რომ რა თქმა უნდა ეხლა ეს საუკუნეები ადამიანი ვერ იცხოვრებს და ვერ იცოცხლებს მაგრამ ეს რა თქმა უნდა სიმბოლური დატვირთვაა იმედიც რომ მქონდეს ადამიანს რომ საუკუნეები ვიცხოვრებთ არა და ვიცოცხლებთ მაინც ბოლო არის ერთი რამ გასულა ჩვენი სულისა ჩვენი ხორციდან და ანუ გარდაცვალება და მამები ამბობენ წინა მამები რომ ქრისტიანი თელი სიცოცხლის მანძილზე იმ წესი და კულტურით ცხოვრობს, რასაც ქვია მომზადება აი ბოლო დღისთვის, ბოლო წამისთვის და ბოლო ჟამისთვის. როგორც ჩვენი დიდი თბილისელი პოეტი იტყოდა ეთიმ გურჯი, ჟამი დაჰკრავს აღსასრულის, ტკბილისული ამოგვივა ყველა ჩვენთაგანს და აი მე მინდა ეს იმიტომ წამოვწეწი, რომ ეხლა არის მარხვა და მინდა ვთქვა ერთი რამე როდესაც ქრისტეს სიყვარული გაქვს გულში, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ეხლა მე ეს როგორ გავაკეთო, მე ეს მიჭირს, ან მე რატომ უნდა მივიდე, თვითონ მოვიდეს და ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თუ გვაქვს ჩვენ ქრისტეს დიდი სიყვარული, თუ გვიყვარს ქრისტე, პირიქით ჩვენ ვჩქარობთ იმას ქრისტეს სიყვარულის გამო და ქრისტეს და ჩვენი სულის ცხონებისთვის რომ აი პირველი ჩვენ მივიდეთ მუხლი მოვიდროქოთ და ვთხოვოთ რომ
მომიტევე ჩემი შეცოდებანი, ჩემი ამპარტავნება და მეც მინდა კიდე ერთხელ აი ყველასთან შევითხოვო შენდობა. ნათესავებია, ოჯახია, მეგობრებია, გიორგია და ყველა და ჩვენი მამები, ჩემი სამუდელება. ჩემს მამოც ერთი მოდელი ხართ მე მგონი არა ბევრი ძალიან, მაგრამ ერთ-ერთი ხართ რომელსაც არასდროს არაფერი არ გიწყენინებიათ. კი არა პირიქით იმხელა სტიმულს მაძლევთ თქვენ და თქვენი ოჯახი სხვათა შორის მამაო რომ აი დედასპიცა ვარ რომ ახსენდება რომ თქვენ მყევ ხართ არ მამას არ ვადიდებ მამაო ოღონდ რა და აი ამ წამს იმით არ ვამბობ იმხელა ძალა ხართ აი ესე როგორ ვიქცეთ მამაო სხვა ადამიანებისა იმიტომ აი სულ ხალისი სულ რაღაცა ხელოვნება კულტურა ის შემოგაქვთ მამაო ადამიანებში და სხვასაც ხო შეუძლია მამაო ხო იცი რა არის მე მაინც ამ ყველაფერს მივაწერ გიორგი ძალიან ხშირად ფიქრობ მე რომ ღმერთს მადლობას ვუხდი რომ მაჩუკა ის 13 წელი 12-დან 13 წლამდე რომელიც პატრიარქის გვერდზე ის მადლი ვერ გაქრება შანსი არ არის და უწმინდესი არის ბევრჯერ მithქვია ცოცხალი წიგნი ვისაც უყვარს თავისი გვერდში მდგომია ხო ისი მულტფიჩიც არის რა ხო და მე ღმერთში ვამბობ რომ დღესაც მაბოდებ ჩემს პატრიარქს და ჩემს ეკლესია ძალიან ბევრი ტრიალებდა და ტრიალებს პატრიარქის ნაშე რომელსაც სიყვარული არა აქვს პატრიარქს ხო და მე უყურებდი პატრიარქს და ხედავდი რომ აბსოლუტურად ყველას მიმართ როგორ იყო აი ამასინად ეხა მე გეტყვი რა როგორ იყო სიყვარული სავსე და ამასინად ერთი 7-8 თვის წინ რაღაცა ჟურნალისტების თელი ხროვა იყო მანდ ეს ოპოზიცია ლიბერალები ასე შემდეგ და წარმოგიდგენიათ რომ პატრიარქს ლანძღავდნენ უკაცრავად და განიკითხავდნენ ბოდიში მაგრამ აგრე და ცილს წამებდნენ დებილები რას განიკითხავენ პატრიარქს განსაკითხი რა სჭირს მამო ამათი უგუნურის ყველაფერი და დასაშვებია გიორგი უგუნურისთვის ყველაფერი და დასაშვებია და უწმინდესმა რა ქნა ჩამოუგზავნა პერაშკები, ხილი, რაღაცა პონჩიკები, ნუ საჭმელი ჩამოუგზავნა, რომ ცოდებიან, შივრებიან და დააპურეთო. ქვემოთ რო იდგნენ. აუ მახსოვს ეგ პერიოდი გამორტაუ რა გახიშტა ისე. მაგარი მოვიდა. ხო, მაგრამ იცი რა არის? ყველა ქვემოთ. აუ გეხვეწებით თუ მოყვებით მაგას. აი, წარმოგიდგენთ. ხო, საპატრიარქოში არის, საპატრიარქოს წინააღმდეგ საპატრიარქოსთან არის მიტინგი რა და ეს ხალხი მოვიდნენ რაღაცა და ჟურნალისტები ყველა იქ არიან რა. ოღონდ აი ეკლესიის ტელევიზია. ხო, ეკლესიის მტერი ხალხი არიან რა, შეგროვილი რა. ხოდა წარმოიდგინეთ სასაცილო რა იყო რომ პატრიარქმა ძალიან დიდი ხანი იდგნენ 3 თუ 4 საათი განიკითხავენ ყველა ცუდია ის კარგი არ არსებობს მათ გარდა რა როცა ამ სფეროში ხარ ნუ ეგრე არის რომ ჩვენ ვართ კარგები და დააჩენი ეკლესიაში ვინც ხართ ყველა ცუდები ხართ რა ხოდა ის 3 მილიონი ადამიანი რა და ისაო რა ქვია პატრიარქმა რა გააკეთა წარმოგა სიბძნე და ის მამაო სიყვარული რა სიყვარულია თავარი რომ დედას გეფცები წარმოგიდგენთ ჩამოვიდა და ამათ საკვები ჩამოუტანა რომ ისო თქვენ შივრები იქნებით ძალაზე მოვიდნენ მეორე დღეს კიდე ლანძღავდნენ მთელი კვირა იდგნენ მთელი კვირა და მე მთელი კვირა ყვებავ მე ფიქრობ მეორე მოეწონათ პატრიარქის მენიუ და ხო და მე ის საჭმელი მოეწონა და მთელი კვირა იდგნენ ამისგან იცი რა არის ხა მე აუ ისე მამონა ძალიან ვერ ფიქრობ ეხლა რო არ გამეტარებინა პატრიარქს რა მაგარი რაღაც დაგიმახსოვრე მე გამომჩა ეგ რომ ნახე მაგრამ აი ეს წლები რო არ გამეტა არ ვიცი რა და რაღაც ალბათ შევიცი ხა მე დიდად არ მიყვარს ჩახვევები რაღაცა ვიღაცამ რაღაცა მაწყენინა პირიქით აი ჩემმა შვილებმა უფრო იციან ხოლმე რომ აი რა ნუ იცი ესე მეუბნები გააუში რა გაატარე ხა რა უნდა უთხრა მითხარი აი ძალიან შენ მოკლავს მამაოს აუცილებლად ის ბოგმათი ქცევა და კარგად აქ ნოდარ დუმბაძეს ყველას ახსოვს ეს ნოდარობაძეს მოგონება რომ პატარა რო ვიყავიო მოვიპარეო რაღაცა მე კრება მოიწვია თავმჯდომარე მაშინ ხო ვინც უტ ასაკოვანი ახსოვთ ეს კოლმეურნობის თავმჯდომარეები და მე ველე თქვა რომ მე ხელი დამოდაო და მე უთხარი არაფერიო და წამოვედიო და მე ველე დამეწიაო და მითხრაო იმან ხო იცოდა რომ მე ვიყავი ნამდვილად ქურდი და შევახსენე მინდა ყველას და მითხრაო რომ შვილო ადამიანს აქვს შუბლის ზარღვი თუ ის გაიწყვიტე ადვილია ცხოვრება და ეს მე ფიქრობ ჩემო გიორგი ნიშნავს რომ თუ ნამუსი ჩაკალი ხელში სინდისი და ნამუსი შენში თუ ჩაკალი ძალიან ადვილია მაშინ არც პატრიარქია შენთვის პატრიარქი
არც ეკლესია არაფერს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე მე ნახე სადამდე მივდივართ ეხლა კაი თემა წამოვიდა ნახე იქამდე მივდივართ გიორგი რომ ეკლესიას ვინ განიკითხავს ვინ გვაკრიტიკებს ვინ გვილაგებს ვითომ თავის ჭკუაში საქმეს ვინ საერთოდ არ იცის სახარება რა არის ვინ საერთოდ არ იცის მარხვა რა არის ვისაც საერთოდ არ ჩაუბარებია ახსარება ან სადღაც ბავშვობაში პაპამ თუ აზიარად ეხა გამოდიან ეს ლიბერალი თუ არ ვიცი რა დავარქვა ეს შუბლძარო გაწოტილე ჟურნალისტები და ესე ადვილად ცხოვრობენ და რაღაცა ფრაზას დაიჭერენ ხოლმე თქვათ მაგალითად რაღაცებს და იტყვენ ნუ თუ შეიძლება ეკლესია პატრიარქი და ჩვენი ეკლესია არაფერს არ აკეთებს ისეც და იმას რაც ღმერთისა და სამშობლოს წინააღმდეგია რა მე მინდა უთხრა ყველას და თუ ვინც რაღაცა პატარა თავებიდან მუხლებს იღებთ კარგად წაიკითხეთ სახარების განმარტებები ჩემო ძვირფასებო და როდესაც განიკითხავთ ახსარებელს და მაზიარებელ უღდლებს ერთხელ მაინც ეზიარეთ და გაიგეთ რა არის ზიარება ბოლო ხანდახან მე ვაზიარებ ხოლმე გიორგი მე კი არ ვაზიარებ წერია კაცო ჯულის ანუ ჩვენ წეში წერია კანონში წერია გიორგი რომ ადამიანი რომ მოდის უნდა პირველად აზიარო გამიგე მალევე უნდა აზიარო ეხლა ესევე კი არა კარები გააღო და მოვიდა აზიარო მალევე უნდა აზიარო რომ აი პირდაპირ წერია შენ არ იცი როდის გაყავს ღმერთს პირველ რიგში მეორე რიგში წერია რომ მე უნდა იყოს სწავლება ხო და ამიტომ ერთხელ მაინც ეზიარეთ რომ იქნება ღმერთმა როგორც ავანტყოფ ადამიანს სულიწმინდა სჭირდება იქნება განიკურნოს ეს ხალხი ვისაც გონია რომ რაღაცა თემა მაინც აი რაღაცეთ მამო მე ისი მომხრე ვარ იცი რომ მაინც ჩვენ აი პატრიარქმა იცის ხოლმე რა ეხა წეღანა რაც მოვხევით რაღაცნაირად აი კი ვიღაცებს მაგრამ ძალიან ცოტანი არიან და გულის სიღრმეში მამო ვიღაცასთან არიან ვალში მამო რაღაც ზოგს თანხა აქვს აღებული ზოგს რაღაც აი ზუსტად ვიციო თვითონ არ უნდათ ის ასაც ამობენ იმიტომ რომ იციან სიმართლეს რო ეწინააღმდეგები ძალიან კარგად იცის ადამიანმა მამო შტერები არ არის არა გიორგი მართალი ხარ მაგრამ მე წეღან საიდან დავიწყეთ მე და შენ რო იუდამ რო გახსოვთ მამაო მართალი კაცი გავეციო რო თქვა თვითონაც იცი ხო აი ესეთი დაბნელებული იყო ღმერთი გაყიდა მაგრამ ხო და ანუ ბოლო არის ცუდი თქო მაგი ვასწავლო თუ ხო ის 30 ვერცხლი მაგრამ მე ხა ჯვარი ეწეროს ყველას რაც ფინალი იყო გულისხმობ შიშთვილი მაგრამ უბრალოდ მამო დასაკარგი ქართველი არ არის აი თუ შეიძლება მამო აი ეგრო უთხრათ რომ არ არიან მართლაც აი ჩვენთვის ამხელად ტკივილია იგივე თქვენთვის მამო იგივე პატრიარქისთვის ხომ მოდიან ხოლმე თქვენთან მამო იცი რა არის გიორგი აი არ ვიცი მე როგორ გამიგებს ვინმე მაგრამ ადრე მეკითხარი და ყველა ამას აუბროს ყველაფერი გაუბრალობდა სამშობლო მცნება აღარ არის გიორგი სამშობლო ის დიდი ღირებულებები რაც ჩვენ იყო წინაპრებზე საუბარი აღარ არის მე ხლა ამას უყურებ ყველა სფეროში წინაპრებზე კაცობაზე საუბარი აღარ არის კარგყმობაზე კარგ დედაკაცობაზე ვეფხის ყაოსანი რომ ზითებში გაატანო ეხლა ვიღაცა შეიძლება დაგახიოს ზედ გამიგე აღარ არის მეგელაპარაკები და ვისაკენებო შეურაცხყოფას უკვე ხაბარა თავისთავად და აღარ ისწავლეს სკოლიდან ამოღებულია ეს ყველანაირი ჰაგიოგრაფია შუშანიკი და რა ვიცი მოწამეების საუბარი აღარ არის გიორგის აკაზე მტერი გამოიყვანეს ვახტანგ მეფეზე შაყირობენ თამარზე აგერ რეებს აღარ მიახატეს და აი ამ ყველაფერმა გიორგი ყველაფერი მოკლა რაზეც საქართველო იდგა გამიგე და იმიტომ რომ ყველაფერი მე ძალიან ბევრჯერ მეთქვი ამდენი შადიმანები და ფარსადანები არ ყოლია საქართველოს რა ვიცი რაც იჩინა თავი ყველა ხო იჩინა იმიტომ რომ ნახე როგორ არის ერთხელ ქალბატონი ელდინო სახარაძე საუბრობდა ძალიან კარგად მარტავდა ეხლა მთელი გადაცემა იყო და იმან თქვა რომ ესე იგი სული ჩაანაცვლა ფულმაო სული და ფულიო სულფულო ხო და ეხლა ყველაფერი გავიდა ფულზე რეალობაში რო ავიღოთ რო გახვიდე შენ საზოგადოებაში ხო წეღან ჩვენი მამა თემურაზი საუბრობდა რა რომ ერთი ადამიანი ამერიკაში ადრე იყო და დაბრკოლები და ისეთი გაოცებული ჩამოვიდა რომ არავის აღარაფერი აღარ აინტერესებს ფულის გარდა ხო და გრიგოლ რობაქიძე როდესაც იყიდება საქართველო იყიდება ყიდის ყველა აბსოლუტურად და უბედურება რა არის ი რომ
უკვე იმდენად ჩამოვიდა გიორგი რომ ასმანეძე კი არა მგონი ათმანეძეც იყიდება აი ეს ყველაფერი ეს ძალიან დიდი ხნის წინ წამოიწყო ეს გიორგი ეს თემა და ეს არჩენიბრალია აი მე არავის არ განვიკითხა მაგრამ თვითონ ტელევიზიების აი ნახე გიორგი სახელმწიფო წყობას ნახე როგორ მიმართულება მაგას გელაპარაკები მაგაზე საუბარი იმიტომ რომ სულ საუბარია იცი ამდენი ტურისტი შემოვიდა ამდენი ფული შემოვიდა ბიუჯეტში და აი ხა მე გეტყვი შენ აი როდის იყო მაგალითად რომელმა არხმა გააკეთა მაგალითად რაღაცა მეცნიერებაზე ბავშვების მოზარდების განვითარებაზე საუბარი რომელმა არხმა წამოწია წეღან მე რაც გითხარი ჩვენი დიდი წინაპრები ჩვენი დიდი წმინდანები რომელმა წამოწია მითხარი და ეს მოზარდები აი მამაპაის აქვს და შეს მამა ერთადერთი აქ სარეკლამო რგოლები ხო გააქვთ ნანახი მამა შუალედებში სულ მაგათის გადის მამა სიმართლე არის სიმართლე მამა აი აქ მართლა დედას გეფიცები ყველაფერი რაც კი ეროვნული არის ყველაფერზე არის გამახვილებული ყურადღება რო აიღო მარტო ეხა წეღან მაპატი ანუ იმით კი არ ვაქებ ანუ მომისმენე ვისაც თვალები აქვს იმიტომ რომ დაინახონ იმამ და დაინახო ვისაც ყური აქვს იმიტომ რომ ისმენონ და ისმინო ხო ეხლა ამას ხო უყურე ხა მოძღვარი ამასინად იმედმა გააკეთა წინა წელს მგონი არ ვიცი 15 მოძღვარი ყავდა 2 წამი თუ აი 3 წამი ალაპარაკეს ანუ დააფიქსირა რომ აი მე მღვდლები მოვიყვანე ანუ რაღაცა აფერისტობები რა ხო და რაღაცები და მოკლედ თლიანობაში იქამდე მივიდივარ ჩემო ძვირფასებო რომ წინა მამა პაისი ამბობს რომ აქ მამაოს 120 წუთის მე უფე მყავდა 120 ვიცი ხო და იცი რა თქვა გიორგი რა მამა პაიზე ბოდიში გიორგი რა და ხო და ამბობს ნახე რა საინტერესო რომ ახალგაზრდობას მისაბაძი მაგალითია არ ყავს მალავენ მამო ყავს მაგრამ მალა ეხა პატრიარქს ყავს ქვეყანას როგორ არ ყავს მაგრამ ახალგაზრდობას არ ყავს გამიგე ეხლა მე კიდე გეუბნები 8 წელს მალავენ მაგას გელაპარაკები სკოლაში მიდიან უყურე ნახე რა ხდება ეხლა ბავშვის ჩამოყალიბებაა ეხლა 18 წელს რო ამთავრებს ის უკვე ჩამოყალიბებულია ხო სკოლაში აი მე იმ დღეს საუბრობდი ეხლა რა გამოგვადგა რაც თანამედროვე სკოლაში შეიძინა ბავშვმა აი რო ავიღოთ რა გამოგვადგა ცხოვრებაში არაფერი რა შეიძინე აი რო ავიღოთ ის რაც შენ სამშობლოს შეიძლება რომ გამოადგე შენი ცოდნა არაფერი აბსოლუტურად აი ბოდიში ვიხდი აი როგორც გუბკა შეიწოვა გუბკა არაფრის მაქნისი მე მოუჭირე ხელი უკან გამოვიდა ბოდიში რა გუბკა წყალი რო გამოდის ესე და მე მაგიტო საუბრობ რომ ეს მთელი პროცესებია მაგრამ ისი რა არის გიორგი დღეს ჩვენი საუბარი ბევრს არ მოეწონება დარწმუნებული ვარ იფიქრებ რომ რაღაცა ანტის საუბრო მაგრამ მე ანტის კი არა ვარ ჩემი ქვეყნის ეს 10-15 წელიწადში ისეთ შედეგს მოიტანს იმაზე აღარაფერ საუბრობ გიორგი რომ საქართველოში ერთი კარგი პოეტი ამბობს საქართველოში ყველა იცინის ქართველის გაგარდა გახვალ ამ საქართველოში და ქართველი რო იპოვო აი რო იტყვენ მართლა სანთლით უნდა ეძო მithmes მე შენც ხაავლაბარი ცხოვრობ და ადრეს გითხრა რომ დავეშები მეტეხიდან გადავალ ლესეილძეზე და ყველაფერი ნახე რა სასა როგორ არის საინტერესო ყველაფერი მიდის აბსოლუტურად მთელი ამაზე საუბრობს გიორგი მთელი ტელევიზია რომ ტურისტი უნდა შემოვიდეს ეს რაღაცები და მეტეხზე რო ჩამოდიხარ გიორგი ქვაფენილზე ერთი ჭიქა მაგალითად ფორთოხლის წვენი ღირს 10 ლარი იმას გინახიათ მამა მე იმიტომ რომ 20 ლარად ვნახე ხო გიფიცებ ხო რა ვიცი მე ხა წინა წელზე მე არც მივიდა იმიტომ ტყილა 10 ლარი აფია მოკეთ მე ამით ეხლა იმის გონდა ჩემო ძვირფასებო ვინმე რომ არ იფიქროს რომ ჩვენ ამ პოლიტიკაში ვერევით არა ჩვენ არაფერში არ ვერევით ეს ყველაფერი გიორგი აი ერთ რაღაცას ვიტყვი ძალიან დიდი ამას წინათ ვიყავი ატენის სიონში შესვლა ღირს მამაო 15 და 20 ლარი აი ქართველი ხო ვერ შევა იქ 5 ბავშვით და 3 ბავშვით ადამიანი ხო გეფიცებით ყველაფერს ატენისი იმაში უფლის ციხის იმაზე ხო იმფასოდი ხო მუზეუმი ხო არის კაცო ხო აი ელემენტარული მამო ის ნაგძალები რო არის 40 და აი ადამიანი ამბობდა იქ ქართველი ადამიანმა ეხა მეორე 3 შვილი მყავს რო წამოვიყვანო მინდაო 500 ლარიო და
სულ 800 ლარი მაქვს ხელფასი. წარ ფიზიკურად ვეღარ ათვალიერებინებ რა. ნაკრძალებში და იმაში, აი ბორჯომის პარკში რო შედიხარ, იმ ხელათ ახაგინა. შედალოცილო დაუშვი რა ის რომ ქართველს მაინც რომ რაღაც შეღავოთი, ანუ ვისთვის გაკეთ და ის რომ ისე რაღაცა ის არა. გიორგი მომისმინე აპატიეთ რა ხო არა არაფერი საპატიებელი არა ეს უნდა ვისაუბროთ იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ დღევანდელ მდგომარეობაში ახლა გარკვეული სტრუქტურები ყველა ტელევიზიას უსმენენ ხო და მე ხა მინდა არა ვისმინონ ხო და აი ავიღოთ ახლა გიორგი ექიმთან რომ მიხვიდე უბრალოდ 100 ლარი უნდა გადაიხადო იმაში რომ იმან შეგიშვას გამარჯობა გითხრას და იმას გითხრას რომ იცი რა შენ მუხლი გტკივა ეს ხომ მეც ვიცი ხო კიდე უნდა გადაიხადო 100 ლარი რომ უნდა გადაიღო სხივები რაღაცეები აი ხა წეღან მე ვიჯექი და გისმენდი რამდენი ადამიანი გირეკავს რომ უპატრონო ვარ ესა ვარ და ეხა ბოდიშუხდი მე არც ისა ვარ არც ეს ახლა 300 ლარი და 400 ლარი პენსიით თუ პენსიონერს დღეს დამხმარე არ აყავს ვიღაცის სახით გამორიცხულია რომ ის არის რა იმიტომაც არის ჩემო ძვირფასებო რომ ქართული ჯიჯიგარი მოკოდა ქართული აი მე ძალიან მყავს აბა მეთქი მითარგმნე სიტყვა ჯიგარი ქართული ჯიგარი მოკლეს ჩაჭაკლეს სარწმუნოება რომ არა ჩვენი უწმინდესი და ჩვენი ეკლესიის სისიმტკიცე ამასაც ალბათ მოაშორებდნენ ხო ნახე მე რა ხდება ამ ხალხში გიორგი აღარ არის სიყვარული და მოხუცთა პანსიონატი აივს ეს მშობლები მიყავდა ჩააბარეს წაიყვანეს მშობლები და ჩააბარეს სავსე არიან ახლა ჩემთან ხო მოდიან და ჩვენც მივდივართ ხოლმე ეხლა მე მინდა დიდი სიყვარულით ეხლა ეს სხვა თემა მაგრამ აი საშა გველესიანი მოვიკითხო კარგი პოეტი რომელიც ასევე ხო და აი ამიტომ იცი რა არის ყველა რაღაცით რაღაცა იწყება ყველაფერზეა ჩამოკიდებული მიხვდი გიორგი მამო თუ შეიძლება რომ ერთი რაღაცა კითხოთ აი პროფესია ხო რაღაც ესეთი თემა წავიდა თქვენ ამას წინათ ყავდით არაჩვეულებრივ ადამიანებთან რა ის ადამიანები რომელიც ინარჩუნებენ პატარა საქართველოში ყავდით იქ ჩაყვანილი თაწმინდაზე რა წინათ ვახსენეთ ეს ადამიანები და შემდგომ ჯოხოსანი კაცი არაჩვეულებრივი ადამიანი და ეს საზოგადო ეს ადამიანები საერთოდ თუ შეიძლება მე რა ვიკირკიტაზე ხო აი სასწაული ხალხი აი მართლა გულით მინდა მოვიკითხო და რა არის თმამა მაინც რაღაცა უბნებში იმეებში ჩება იქ რაღაცა აი ნახალოკაზე მინდა აუცილებლად თქვა რომ თავის გვერდი აქვს თმამა აი ყოველას თუ აი გინახიათ მამა მე სულ ადევნებ ხო თვალყოს აი გარდაიცვალა რაღაცა კარგი ნახალოკელი რაღაცა დადებენ სურათს ისე მიხარია ეს გვერდები აი ესეთი ხალხი ხო რომ შემორჩით მამ აი ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ თქვენ დაიჭერთ ფაქტიურად თბილისს და საქართველოს და მადლობა ამისაც იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც რაღაცნაირად დროებითად არის რაღაცა ის TikTok-მა და იმა რომ მოიტანა რაღაცა თაობები, ეს თაობები ჩაივლის თქვენ ლეგენდები ხართ, თქვენ დარჩებით აუცილებლად და გეხვეწებით რა იქ გთხოვთ რომ ეს შეინარჩუნეთ, ვიცი რომ ბევრი წინააღმდეგობები ექნებათ. ესეთი გვერდია მამა, ნახალოკლე რო არ თქვა, არ ისე შემშურდა. ოღონდ კარგი გაგებით, ის სიყვარული არის მამაო. ძველი თბილისი არის სანატრელი. შეკრებებს აკეთებენ, იცით მამაო და ესე იკრიბები, აი დიდი მადლობა თქვენ, მე არ ვიცი ხო ვისი არის ეს გვერდი და საერთოდ ვინ ხარ. გვერდები არის უღრმესი მადლობა, დიდი ხალხი ხართ, რაც თავარი არის, აი გუნახე რომ ერთმანეთთან ისე იხსენიებდნენ მამაო რაღაცა ერთმანეთს და დიდი მადლობა ამისათვის, რა ვიცი, აი მაგ მოიწონე, საინტერესო გვერდია, სხვათა შორის Facebook-ზე ნახალოკელები თუ რაღაც ესეთი გვერდია, აი საოცრება. იტალიურ ეზოებს სხვა ეშხი ქონდა. აბა რა, მამაო. და სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა ერთმანეთის სიყვარული ქონდა, ხო? ეხლა დაანგრიეს, კაია, კი, ყველას უხარია ახალი კორპუსები, რაღაცეები და მე ხა დღეს ერთი რამე და გიორგი გითხრა რა თბილისელობას და რაღაცეებზე რა ხა დღეს მივდიოდი მინდა მოვიკითხო ჩვენი ციცი ბაღდავაძე რომელთანაც მივდივარ ხოლმე და არაჩვეულებრივი ადამიანები კი და მივიდა გითხრა და ბიჭო რაღაცა ტაქსმა დააგვიანა თან აქ უნდა წამოვიდე თან იქით მივდივარ და ამ დროს გააჩერა ერთმა კარგმა ადამიანი გიორგი ეგ იცი რამდენი წელია მე ეგეთი რამე არ მინახე მინდა მოვიკითხო დღეს მამაო დღეს გეუნები დღეს და მამაო სად ვიზანდებითო ტარიელ ინასარიძე და მეუთხარი სტიქაროსანი მაღლა ვერაზე და დაბრძანდა და ისე რაღაცა რა გვარი ხარ ვინახად უი მამაო მე თქვენ სიმღერებზე რაღაცა კეიფობ რაღაცეები ხო და წამიკითხე ერთი ლექსი ხო და მეუთხარი ეგ ეხა მთის ლექსია მეთქი რა არაო ჩემი ლექსიაო
ხო და რა გამახსენდა იცი გიორგი აი ეს უბრალო ბიჭო ადამიანს რო ხედავ სიყვარულია ესა ქრისტიანობა დამიჯერე სადაც სიყვარულია იქ არის ღმერთი და სადაც ღმერთია კიდე იქ არის სიკეთე ნუ სიყვარული ერთხელ პატრიარქმა თქვა რომ სიყვარული არის ბუნება ღვთისაო და სიკეთე არის ნაყოფი სიყვარულისა და აი უწმინდესმა თუ ახსოვს ჩემს მოსახლეობას მინდა უთხრა რომ შუქნიშანზე რო გაჩერდებითო ერთმანეთს მიესალმეთო ეს არის ქართული ღირებულება ეს არის ქართული ღირსება რომელიც არც ერთ ქვეყანას არ აქვს ეხლა 1000-ნაირი იმას უკეთებენ რა ქვია რეკლამას უკაცრავად ყველას აბსოლუტურად იმას აღმოსავლეთს დასავლეთს ევროპას იქ-აქეთ მაგრამ მე კიდე ერთხელ მინდა თქვა ქართველი კაცისნაირი მოსიყვარულე წეგნასაც თქვი აი ჯიგრიანი და ურთიერთარ სიმძიმის მტვირთავი აი არ არსებობდა ჩემო ძვირფასებო და აი იცი რა არის ერთი ძველი ის არის ტექსტი არის მე სიმღერათაც ვაქციე რა აი ესეთი კარგი ტექსტი ამ სიცხეში რამ გაგყინა ნეტაო რა ბიჭო რამ გაგყინათ ამ სიცხეში რამ გაგყინათ ვერ გავიგეცო და ერთმანეთს გაუთმეთ იცი რა არის იმიტომ რომ ყველას თავისი რაღაცა პრობლემა აქვს ტკივილი აქვს იქ მართლა ზოგს ავამტყოფი ყავს და იცი რა ატირებს გიორგი ფინანსები ვერ ყოფნის რომ მოუვაროს და არც იმის თავი არა აქვს რომ დამხმარე აიყვანოს ეხლა ნახე იმას რომ შენ უბრალოდ გაუღიმებ რამხელა სტიმული ხარ ხო და მე ვფიქრობ რომ ერთმანეთისთვის უნდა ვიყოთ სიხარულის და სიყვარულის შემატება და სტიმული აი სტიმული იცი იმიტომ რომ შეიძლება ერთ ადამიანს გიორგი ეხლა მე მაგალითად იმ რო გითხარით არიელ ინასრანზე იმ ხელა სტიმული მომცა ეხლა მე ისედაც სულ ყველას რა ხوار მაგრამ რო აქ ხართ აქ ვარ და რაღაცა უფრო ეშხენა თუ საუბრო რაღაცა ხო და იცი რა არის ქართველი კაცი მაინც მაგალითი იყო სიყვარულის მიტევების არასოდეს ცოტა წინ გადავალის და არასოდეს ქართველი კაცი წაქცეულ კაცს არასოდეს არ მტრობდა უიარაღოსთან არ მიდიოდა და დღეს ჩემო შვილებო ჩემო ახალგაზრდებო რა გჭირთ ერთმანეთს ჭამ და მე მინდა ყველას გთხოვოთ და რა ვიცი მოგიწოდა თუ ამხელა ძალა ხართ რაღაცა შევიკრიბოთ ერთად და ქვეყანა საქმე გვაქვს ჩვენ სამშობლოს გასაკეთებელი ქვეყანა საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ეს ძალა სამშობლოს სიყვარულში დავხარჯოთ აბა რა ეკლესია მონასტრებია ასაშენებელი მე ახლა პოლიტიკის თემაში არ ჩავერევი მაგრამ ისე მაინც ადრე ხოლმე იცოდნენ რომ შვილო თუ ამხელა ძალა ხა წამო აფხაზეთი დავიბრუნოთო და სამოჭაბლოვო და ასე რომ დაინდეთ ერთმანეთი მე მახსოვს უწმინდესი ჩვენი უწმინდესი 90-იანი წლები იყო გიორგი ალბათ შენს გახსოვს გამოსცა ბრძანება იყო თუ ლოცვა-კურთხევა იყო კარგად აღამოსოს შენდობას თქო ჩემ უწმინდეს რომ აი ესე იგი ქართველი კაცი ვინც აღმართავდა ქართველ კაცზე ხელს რაღაცა ისჯებოდა სავით რა რაღაცა ლოცვა-კურთხევა იყო პატრიარქს მაგრამ მე ხა როგორც ყველა ადამიანი უცბად მიივიწყეს მე მახსოვს სკოლებშიც კი იყო ეგეთი თემა გამოკრული რომ არ აღემართა ქართველზე ხელი და ასე რომ მე მაინც იქ დავბრუნდები ჩემო ძვირფასებო რომ ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ 2 წუთი ვცხოვრობთ 2 დღე ვცხოვრობთ ამ წუთის სოფელში და რამენაირად იქნებ შევმსუბუქოთ ერთმანეთს ეს ისედაც ტკივილიც ავსე 1000-ნაირი პრობლემებით პასუხისმგებლობით ავსე ეს ცხოვრება და ეს დღეები და იქნება რამენაირად როგორმე ეს წუთის სოფელიც რაღაცნაირად მივიყვანოთ სიყვარულით უფლამდე რა ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვიკითხო ვისარგებლო გიორგი ვისარგებლო შემთხვევით მინდა მოვიკითხო პატიმრები დალოცე და მოიკითხე პატიმრებს ლოცავ აი წეღანე ხა მამა კონსტანტე ღმერთმა აცხონოს იმით შემოვედი აუცილებლად რამოდენიმე ციხეში ვიყავი და ყველას მოვიკითხავ ხო იცი ხა მე განსაკუთრებულად ეხლა ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილს მოვიკითხავ დიდი პატივისცემით მამაოს სანუ ყო და სხვათა შორის მოინახულეთ ხო მოვინახულე დიახ ვიყავ და კიდე მოვინახულე და კიდე მე აი 2008 წლიდან გიორგი 2008 წლიდან კაი რაღაც გამახსენეთ სულ ციხეში შეიძლება მაგაზე უნდა გითხრათ კითხოთ და გითხრათ თან და თქვა კიდევაც რა რომ სხვათა შორის ამას წინათ ვახსენეთ ის ადამიანები
მთავრობის წევრები, რომლებიც დაიჭირეს ირაკლი, აქ ბევრი ვახსენე ადამიანები ლილოაშვილის და გრიგოლი და ისე. ეხლა ნახეთ, აი რაშია საკ გეხოცებით, აი ხა მინდა რომ გითხრათ, აი იქნება სწორად რა ჩვენ ადამიანებს რომ ჯერსეც დააშავა, არ დააშავა ეს მეორე და მეათე ხარისხოვანია საერთოდ ეკლესიისათვის რო იცოდეთ, იმიტომ რომ ადამიანი ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ რა დააშავა. ჩვენ გვაინტერესებს რომ ჯერ კარგად იყოს და მე თვითონ მიხედავს ან მე თუ მოსაკითხი ჩვენი მოსაკითხი ვისაჭის, მაგრამ სიტყვაზე თუ მოსაკითხია, მე მოვკითხოთ. ჩვენ ქართველებს აი ქართველობა რაც მამამ ამბობს რომ დაიკარგაო, სადაიკარგა. რომ ჩვენ ეგრევე ვეუბნებით ეს რა დააშავა, ესა დააშავე კი არა. რამე ხო არ გიჭირს. აი ეს არის ქრისტიანობა. ქრისტე პირველი ას გეუბნება, რომ აი რას ეუბნება, ცოდვილი რომ იყავთ თუნდაც, ხო? რა უჭირს ეს უნდა კითხო შენ და არა ისო შენ დააშავი და ქვა და ესროლო უნდა ზემოდან არ შეიძლება ამის თქმა აი არავითარ შემთხვევაში და სწორად გაიგეთ ანუ სწორი ქრისტიანობა არის ეს რომ მატერიალური კი არ უნდა მოთხოვ შენ სულიერად როგორ ხარ იმიტომ რომ ეს ადამიანები ეხლა არიან ბევრისაგან ნაღალატები ბევრი წარმოგიდგენთ ხა მათ პირად ფიქრში რამდენი ტკივილი არის ხო აი ზუსტად ვიცი ხო აი ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავუსწოროთ რა იცი რომ ჩვენი თავიც უნდა დავაყენოთ იქ იმიტომ რომ ხვალ ჩვენც ვიქნებით ესე დღეში რა შეიძლება ამის გამო არა მაგრამ სხვა რაღაცის გამო რაღაც პრობლემა შეგვექმნას ხო და გეხვეწებით აუცილებლად ეს იცოდეთ რა რომ ჩვენ პრობლემაში რომ პრობლემა მოგთხოვონ და არა სოლიდარობა რომ შენ რა იცით ეს ფული ის ყველაფერი გვერდზე დარჩება ჩვენ რო გარდავიცვლებით მოგკითხავენ რომ აი იმ ადამიანს რო უჭირდა შენ როგორ მოიკითხე და შენ რას ეთქვი არა მე ფული მოვთხოვე ბიუჯეტში რო ჩაედო და იმაში არ არის სწორი ეს მიხვდით და ის ადამიანები ხა ვინც 12 და 15 წელი აქებდით ეხა ჩვენ რო აქ კარგს ვიტყვით როცა ყველაზე ძალიან უჭირს მას ნუ გაგვიკითხავთ რა იმიტომ რომ თქვენ მახსოვს პირველ დღესასწაულს თქვენ ულოცავთ მე ცხოვრებაში მათთვის დღესასწაული არ მიმილოცია და არ იმას მიქნია მაგრამ როცა გაუჭირდათ მაშინ დავდექი მის გვერდით იმიტომ რომ უბრალოდ როცა უჭირს მაშინ მე არ მაინტერესებს რა საქმეა მე მაინტერესებს ადამიანი როცა უჭირს ეს იცოდეთ ყოველთვის რომ ყველას დავიცავ ვისაც უჭირს ანუ ვალდებულება განა მაგარი ტიპი კი არ ვარ მაპატიეთ რა იმ მამაოც რო ახსენებს ხოლმე მოინახულა რაღაცა ანუ იმიტომ კი არ მოინახულა რაღაცა ის აი მამაო მინდა რომ სწორად იცოდე რა მამაო იმიტომ რომ ხედვა ნახე ბევრმა ქრისტიანმა მამაო დაწერა თქვენი იმის ქვემოთ რომ აუ როგორ კითხულობთ იმას მე ჩვენ იციათო კითხულობთ რომ ჩვენ არ გვაინტერესებს დანაშაული ჩვენ გვაინტერესებს ადამიანის მდგომარეობა ეკლესია ესეთი და რა ვქნა ჩვენ სხვანაირად ვერ მოვიქცევი და მერე დავიწყებთ ამ ყველაფერზე საუბარს ჯერ ვინ გვეკითხება მაგრამ აი სიტყვაზე არის სასაუბრო ხო ჯერ ამოიყვანე ხო იმ ორმოდან სადაც ჩააგდეს და მერე დავიწყოთ ხო საუბარი ეს არ შეიძლება ადამიანს ესე ერთი ხელის მოსმით გაწირვა იმიტომ რომ შეიძლება შენმა გაწირვამ ხვალ ისე დღეში ჩააგდოსო თვითკვლელობა აფიქრებინოს აი აქ არის სოლიდარობა საჭირო თორე მე კი არ ვამართლებ რამეს ან ვაშავებ ან ვათეთრებ არ მაინტერესებს იქ ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ ადამიანის მდგომარეობა მაინტერესებს და ეხა არ მითხრათ ვინმე ან მოძღვარი არსებობს ან ვინმე არსებობს რომ ვიღაცა გაჭირვებით მოვა და შენ დაუწყებ იმ გაჭირვებაზე ლაპარაკს და არა უბრალოდ თვითონ რა დღეშია. ესეთი თქმა არის გიორგი. ჯერ მიშველი ჩემო კარგო ჭკუა მერე დამარიგეო. ხო და თუ ვინმეს გონია რომ ვინმესთან რამის გამო ანუ ანგარების გამო მივდივართ ეს არის ძალიან ჯერ ელემენტარული ძალიან დიდი ბოდიში რა უნდა ვთქვა რა მათ დროს მოხდა ეკლესიისათვის ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტა ძალიან ბევრი წიგნი გამოიშვა რომლის უკანაც აი ნახეთ ძალიან ბევრი სასულიერო წიგნებია რომელიც დააფინანსეს მათ ამ ადამიანებს ჩვენ ამის ხელის გადასმა არ შეგვიძლია არ შეიძლება აი თუნდაც ერთი წარმოგიდგენთ ერთი პატარა რაღაცა შეიძლება ღმერთმა დაგინახოს ჩვენ ახლა ამდენი რაღაცაი წარმოგიდგენთ იქ რო არ მამავს იგავებში რო არის რომ ისეთ ვიღაცა მოგეხმარება ხო სახარებაში როგორ წერია ზუსტად ესე იწყება აი მარხვის წინა კვირაში როგორ არის რომ რამე თუ ეხლა როგორც დაიწყო რა გინახავ შიერი ვიყავ და მეცით მე ჭამადი შიშველი ვიყავ და შემოდე საპყრობილეში ვიყავ და მინახულეთ სნეულებასაშინა ვიყავ და ამჟამად მაშინ ეტყვიან მართლებიო რომ უფალო ოდეს გიხილეთო შეენო შიერ და რაოდენი უყავ ერთ მცირეს მათაგან იგი მე მიყავ ეს შემოძმება ეს ყველას
ვალდებულება შეიძლება პატიმარი ვერ ნახო, მაგრამ რაღაცა მცირედი მიეცი მის ოჯახს, 10 ლარი იყოს, 2 პურის ფული მიეცი, კაცო, არავინ არ გეუბნება 100 ლარი და 500 ლარი მიეცი. შენ შეგიძლია რომ მოწყალება როგორ ზოგადად გიორგი რა არის იცი თანამედროვე ადამიანი ბოდიჩუხი ძალიან ეგოისტები არიან ვართ გამიგე აი მე ბოდიჩუხი ადრე ერთი ადამიანი მოვიდა რა და ადრე ერთი 20 წლის წინ რა და წივის კივის რაღაცა რომ აი ჩემმა ქმარმა კარგად მინდა გამიგოთ ყველამ რა და ჩემმა ქმარმა ესე რაღაცა სხვა შეხედა სხვასთან წავიდა მე იმან ცოლთან რაღაცა მე ვთხარი მოდი აქ მიუტევე მეთქი რა და არა მამა მე ვთხარი მოდი აქ შენი თავი გაინტერესებს შენი ქმარი კი არა შენ რო ადამიანი გაინტერესებდეს პირველი რა არის ის ცოდვაში როგორ ჩავარდა დავეხმარო რა მაიძულა დავეხმარო რომ ამოვიყვანო და რო წივიხარ და კი ვიხარ მედან გამოდიხარ მე როგორ მაკადრე და გამიგე მიხვდი აი ეს მაგას გეუბნები შენ ის კი არ აღტკივა რომ შენი მოყვა ცოდაში რო ჩავარდა არა მე როგორ მაკადრა და შენი აპარტაუნება მაგითო გენები ამ დაღუპა საქართველოს დღეს ეგ მაგას გეუბნები მე რა გითხარი ამასთან ყველა მართალია იმიტომ რომ ყველა თავის პატივისცემელია და არავინ აღარ იცის სინანული ჩვენ ჩაინერე წამო სინანული არავინ აღარ იცის გამიგე გუშინ მამა გიორგი ამობდა უფალო შემიწყალევა აწმყვარი იმიტომ რომ როცა შენ ხარ მლოცველი არა შენ ხარ ქრისტეში და ადრე გითხარი და სულ ამბობ რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებს და ქრისტე შეგვიმოსიეს უნდა შეიმოსო ქრისტეთი რა კაი დეტალებს აკვირდებ ეგ მომწონს ეგრეა გიორგი ხამდელი ვარ და შემოგევლე შენ და მიყვარს მე პირდაპირ ვაღიარებ მე გრიგოლთანაც შევალ ირაკლი ღარიბაძე შევალ იმიტომ რომ მე ჯერ მღვდელი ვარ და მე მეორე ბიჭო ჩვენ ბრმები კი არა ვართ კაცო ჩვენ შევხედეთ რა ხდება ამ ხალხის დროს ამ ხალხის მართველი ვიღაცის რაღაცა ეჭვების დონეზეა ეხლა წენა და გაურკვევლობა დედაშვილი შორის მოდის დაზმა შორის მოდის და თან აი ძალიან დიდი ბოდიში ერთი უნდა ვთქვა რა თუ შეიძლება რომ რა არის ის მამაო რომ ადამიანს როგორ უჭირს თქვენი ერთი სიტყვა შეიძლება როგორ შეიძლება დაეხმაროს ხო ჩვენ ესე გაწირო არ უნდა ვიცოდეთ იმიტომ რომ ვინც გამწირველია მამაო ის ზემოთაც გაიწირება გიორგი მე ერთხელ ციხეში შევედი სხვადასხვა მინდა თქვა რომ თხოვა დედამ არ ვიცნობდი მე ამას ოღონდ თხოვა ის კი არა ხალშედი ანზეკ შედი რაღაცა მომენტში რა შედი და შევედი და ეს ბიჭი გამოვიდა აი ატირებული რომ მამაო მე დღეს თვითმკვლელობა მქონდა ჩაფიქრებულია აი ის იმ დღეს ახლა იმ დედამ კი მთხოვა ერთი კვირით ადრე მაგრამ მაინც და მაინც იმ დღეს ინდება ღმერთმა რა მე დღესო მქონდა თვითმკვლელობაო და თქვენი შემოსვლაო და რაღაცა ხო კიდე შემოხარა სახარებას ხომ მომაწდი მე ეს ადამიანი გამოვიდა გიორგი და ერთადერთი პატიმარი რომელიც გამოვიდა ნახა სხვადასხვა მის მე აღარ იცი ხო მე აღარ მაგრამ მე მაინც აი ხშირად ვამბობ ხოლმე გიორგი რომ აი იცი შე რომ ძალიან მიყვარს მიცვალებულებზე ლოცვა რა და აი არ მაინტერესებს არც მათი შესაწირი რო გავიგებ რო ვიცი ხო მისო და მე ვამბობ ბიჭო ნუ მიხდი მადლობას ჩემი სულისთვის ვლოცულობ რატო იმიტომ რომ მე რო გამიყვანს ღმერთი და გავალ ისინი დამხვდებიან იქ მომავალი მეზობლები ხო მომავალი ჩემი მეზობლები ხო და ისინიც ღმერთს ეთქე რომ უფალო სხვათა შორის აი მე მინდა ნუგეში ვიცე ყველა ჭირობს და აი ამაზე ერთი პატერი კი არსებობს კი მამა აბა თქვით ვიცი ხო შეუჩერეს მაგაზე ხო ერთი მღვდელი იყო მე და აი ვისაც მიცვალებული ყავთ ნუგეშად იყოს ერთი მოძღვარი იყო მონასტერში სადღაც სოფლის თავზე და ეხლა პანაშვიდებზე იმას და სულ ხა იცით ხა შესაწირში ძალიან ბევრი ღვინო და მოკეთ მიეცა რაღაც ესეთი მემთრალეობის და 2 დღე ჩაგდა ყოველ დღე წირავდა მიცვალებულის წირვას და ეხლა 2 დღე რო ჩავარდა ეს წირვა მრევლმა ეგრევე უჩივლა ადგილობრივ მღვდელმთავართან და დაიბარეს და ამ მოძღვარს ახსნეს ჯვარი მეორე დღეს მღვდელმთავარმა გააგზავნა თავის სახური და დაიბარა და უთხრა რომ მამაო რა სამსახურობო და მამამ უთხრა არაფერს თქვენო მეუფებო ერთი ზარმაცი კაცი ვარო და რა ვიციო მამაო გუშინო მიცვალებულთა არმია გამომეცხადაო და მევედრებოდნენ რა მეუბნებოდნენ რომ ერთადერთი კაცი გვყავს მლოცველიო და დაუბრუნეო ჯვარი თორე შენი სულის გაყვანას რა ქვია ვევედრებით ღმერთსო ასე რომ მე ამით იმის გვამდა რომ ნუგეშინიათ ჩემო ჭირის უფალნო და ილოცეთ და ესაუბრეთ თქვენი მიცვალებულებს აი ჩვენს პატრიარქს შემოვლე დღესაც კი
მისი მშობლების სურათები აქ იქ და დაულაგებს ხოლმე რაღაცებს თხოვს მონაზვნებს დაალაგებენ ხილეულს ტვირეულს და ნაყის გაჭმევს ხოლმე რომ ხო და მეორე დილას აიღებს და და ემრო ჩემმა მშობლებმა გამოგიგზავნესო და გვაკურთხეთ თქვენო უწმესობაო და მე და მამა გიორგი თევდორაშვილი მოვიკითხო და მინდა გითხრა მამა გიორგი შენ შემოგვილი ყველა მამას ვინც შენ მამა ალექსანდრეს ყველას ვინც მოყავს ვინც არ მოყავს და მამა გიორგი ეხლა აქ ღვინოს ხო არ მოვიტანდი ეხლა რაღაცა არა მოიტანა მაგრამ ვერ ვაჩვენებთ რა ესე იმათ მაგრამ რახან თქვით მაგრამ აქაც მოგიტანე და ისე იცოდე რომ 1.20-იანი გურჯანის ღვინო ჩემზეა მამა გიორგი მიყვარხარ და ყველა მამებო გამოლოცეთ თქვენ გენაცოლეთ თქვენ ჩემო ეკლესიაო რა მაგარია ქართული საქართველოს ეკლესია არის უძლიერესი ეკლესია რახაც ახსენეთ მამა ალექსანდრე ბოლქვაძე რო ახსენეთ ეხლა დიდი ლოსო სხვათა შორის აი მე და გუში მამა მოთქვა მამა მიქელ წუწუმიაზე კი მე რო დავოჯახდი დიდი სიდუხჭირით ვიარე და მამა ალექსანდრეს მაშინ მგონი 7-8 შვილი ყავდა და რა ვიცი 1-3 წელს კიდე მე მინაწილებდა რა და მახსოვს მამა სოკრატე იყო ძალიან დიდი გვერდსკო და მამა ალექსანდრე რა თქმა უნდა აი არ ვიცი ბევრი მამა ელიზბარი ოდიშვილი დიდი სიყვარულით მინდა მოვიკითხო და მადლობა ყველას ჩემო ეკლესიაო და ჩემო ბერ მონაზვნო ჩემო ღლება მადლობა გიორგი შენ რასა მადლობა მამაო თქვენ რო ხარ და თქვენ ოჯახს აუცილებლად დიდი სიყვარულით მოვიკითხავ აი რა ვიცი უდიდესი და უმაგრესი ხალხი არიან და მამაო ყველაზე მაგარი რა არის რომ მამა ალექსანდრე ხე იმ დროს ვეუბნებოდი რომ მივედი შემთხვევით დილას ეხა წირვა იყო და 3 ტაძარი აქვს მამაო აშენებული იოსებიძეზე სამივე ტაძარში მღვდელი იდგა აი უფლის წინაშე ვამბობ რა და სამივე ტაძარში იყო წირვა აი ამაზე დიდი რაღა უნდა მოხდეს აი წარმოგიდგენ ამ ხელა რაღაცას აკეთებს საქართველოსთვის ხო აუ რო დაურეკ ეგებცებთ ყველაფერს ეგუთხარი რომ მეთქე რა გააკეთე მეთქე ეს თქო და აი რა საოცრებაა და აი დიდი მადლობა აი ესეთ მოძღვრებს აი ამაზე დგა საქართველო რა იმიტომ რომ იმ წირვაში ეს ადამიანები ღმერთს ევედრებიან რომ სიყვარული მოგცეს და ყველანი ერთად კარგად გამყოფოს და ცხონდეთ რაც თავარია და შეგვაგრებინოს ტურისთვის გავჩდით რა რა ვიცი მამაო ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი დორეულს აი რავი უღრმესი მადლობა მართლა ხუმრობ ხოლმე მართლა ყველა ძალიან მიყვარს მაგრამ მამაოს აქვს საოცარი რაღაცნაირად აიცით როგორი ის აქვს თანადგომის ნიჭი აქვს და რო რაღაცა გჭირდება ზუსტად ვიცი რომ თან გადაყვება და ეს არ უყურებს სტატუსთან ყველაზე მაგარი ეგ არის დიდი მადლობა რომ ხართ ღმერთს გიყვარდეთ ერთმანეთს აი ხა წარმოგიდგენთ ხა რო ამბობს ხა ყოფილ მინისტრებთან დადის ხო აი რა თავი ადგია ხა თავისთვის არის მშვენივრად მაგრამ აი როცა უჭის ადამიანი მინისტრი რო იყო იმ მაგ დროს არ მივიდოდა ზუსტად ვიცი ასე რომ იცოდეთ ყველა ნუ განიკითხავთ მამაოს იმიტომ რომ თქვენ რო არ იქნებით მინისტრები და ციხეში რო იქნებით თქვენთანაც მოვა ზუსტად ვიცი ბუმერანგია ცხოვრება უბრალოდ არიჩქარა ხო აი ეს ბუმერანგი როცა თქვენთან მობრუნდება აუცილებლად მამაო თქვენთანაც ივლის რა და აი ყოფილები რო დაგერქმევათ მაშინაც და იცოდეთ ეს ყოველთვის და ანუ ასე რომ არ განიკითხოთ იმიტომ რომ თქვენს დაგჭირდებათ როდესღაც ბედნიერებას გისურვებთ მამაო ყველაფერს იკეთეს გისურვებთ ხო თავარია ისეთ ხალხთან დადის რომ მამაო ისეთებთან არ დადის რომ ვიღაცა ციხეში ვიღაცას აწამებდა რაღაცა დადის მართლა ისეთ ადამიანებთან რომლებიც მართლა მოსანახულებლები არიან და აუცილებლად ღმერთმა გაგიმარჯვოთ მამაო და ჩვენ ეკლესიას გაუმარჯოს რომ ესე პატიმრებს ყურადღებას აქცევს დიდი მადლობა ყველა პატიმარს დღეს დამირეკეს იქ მამაო უამრავმა ადამიანმა ბიჭები არიან გუში მოვიკითხე უღრმესი მადლობა თქვენ რომ ხართ დიდხან სიცოცხლეთ და ბედნიერებას გისურვებთ რა ვიცი ყველაფერს იკეთეს მადლობა მამაო რომ მადლობა ღმერთს დიდი მადლობა გიორგი სიცოცხლე გენაცვალე ეს გადაცემები გავა კვირას განმეორებით საღამოს და მე დაგიბრუნდებით სამშაბათისათვის საღამოს 8:30-ზე კარგად ზანდებოდეთ დროებით მე გახდით გიორგი დარასელია მამა გიორგი დორეული გახდა ჩვენი სტუმარი და მადლობა რომ ხართ აი გაუფრთხილეთ ერთმანეთს აი არავი აი ადამიანი არ არის დასაკარგი იცოდეთ საქართველოში იმდენად ცოტა ვარ და მცირე კარგად ზანდებოდეთ დროებით